მათი იმედი ყოველთვის გვაქვს. როცა ჟურნალისტები ამბის გასაშუქებლად მოდიან, ძალა გვემატება და ვხვდებით, რომ მარტო აღარ ვართ, ჩვენ სათქმელს სხვებიც გაიგებენ. საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა. ეს არის მათი პროფესია, პასუხისმგებლობა და მისია. მაგრამ დემოკრატია ვერ არსებობს ჩახშული ხმებით. დემოკრატია ვერ არსებობს მაშინ, როცა კითხვებზე პასუხი აღარ ისმის. ის ვერ სუნთქავს მაშინ, როცა სიმართლე ჩუმდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეუძლია ინფორმაცია გაავრცელოს, გავიდეს პირდაპირ ეთერში, აჩვენოს ფოტო თუ ვიდეო, ჟურნალისტის მუშაობას მაინც ვერაფერი ანაცვლებს. მათი სიტყვა ყველაზე ხმამაღლა ისმის, მათი კითხვები მოვლენებს ნათელს სპენს. ბატონო ლევან, თქვენ გადავაფერმეთ თამთამის ხანაზე კახურში მიწები. ადასტურებთ ამას? ჟურნალისტია. რაც უფრო სწრაფად და უშიშრად გამოხატავენ საზოგადოების ინტერესს, მით უფრო მძლავრი ხდება მათი სიმართლე. სწორედ ამის გამო ჟურნალისტების წინააღმდეგ იღებენ კანონებს. კანონი ძალაშია. მათზე ძალადობენ, მათ დისკრედიტაციას ცდილობენ, შეურაცხყოფას აყენებენ, კარს უხურავენ, ხელს უშლიან პასუხების პოვნაში კითხვებზე, რომლებიც ხალხს აინტერესებს. მხოლოდ 2024 წელს 200-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა. არავინ დასჯილა. ფიზიკურად უსწორდებიან და ასამართლებენ ისევ ჟურნალისტებს. მათვე უწერენ ჯარიმებს, აპატიმრებენ. დემოკრატია არ შეიძლება არსებობდეს, როცა მის მცველებს ბორკილები ადევთ. და მაინც ისინი არ ჩერდებიან. ისევ სვამენ კითხვებს, ისევ ეძებენ პასუხებს, ისევ დგანან საზოგადოების გვერდით, რადგან თავისუფალი მედიის გარეშე თავისუფლებაც ილუზიაა. როცა ინფორმაციის გადაცემის თავისუფლება ეზღუდებათ, სახელს და ცოდნას ისევ ამ უფლების მოსაპოვებლად იყენებენ. დემოკრატია ვერ არსებობს სიჩუმეში. დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე ცარიელი სიტყვაა და სანამ ხმები არ ჩაქრება, სანამ კითხვები კვლავ გაისმის, სანამ სიმართლე კვლავ იწერება, ამ ქვეყანაში დემოკრატიას ისევ აქვს მომავალი.